რა მოხდება თუ შევძლებთ დავადგინოთ დაკარგული პრეისტორიული მოსახლეობის რაოდენობა, მხოლოდ მათემატიკის გამოყენებით, არანაირი წერილობითი წყაროები, არანაირი აღწერა, მხოლოდ კანონზომიერებები, რომლებიც დროშია ჩამალული. ეს არის მცდელობა აღვადგინოთ ევრაზიის ერთ-ერთი უძველესი მოსახლეობა და გავიგოთ რა მოხდა მაშინ, როცა ამ საერთო მოსახლეობამ დაშლა დაიწყო. დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 5000 წელს, ანუ 7000 წლის წინ, მესოპოტამიის პირველი ქალაქების გაჩენამდე და ეგვიპტის პირამიდებამდე შესაძლოა არსებობდა მოსახლეობა, რომელიც ერთ საერთო ენაზე საუბრობდა კავკასიასა და მიმდებარე რეგიონებში. ამ ჰიპოთეტიურ ენას პროტო-ქართველური ენა ეწოდება, თანამედროვე ქართული, მეგრული და სვანური ენების წინაპარი. და აქ იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი. მხოლოდ არქეოლოგიასა და ძველ ტექსტებზე დაყრდნობით კი არა, მკვლევარებმა გიაკვაშილავამ და მისმა მეგობრებმა გამოიყენეს მათემატიკა იმისთვის, რომ აღედგინათ სურათი, თუ როგორ იზრდებოდა ეს მოსახლეობა, როგორ სტაბილურდებოდა და საბოლოოდ როგორ დაიშალა. დროის მასშტაბის გასაგებად საჭიროა ეს პროცესი შევადაროთ ცნობილ ისტორიულ მოვლენებს. დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 3100 წელს ყალიბდება ძველი ეგვიპტის პირველი დინასტიები და ჩნდება იეროგლიფური დამწერლობა. ძველი წელთაღრიცხვის 3000-2000 წლებში ვითარდება მესოპოტამიის ქალაქები, მათ შორის ურუქი და ური. ძველი წელთაღრიცხვის 2600 წლისთვის შენდება გიზის პირამიდები. ძველი წელთაღრიცხვის 2000-დან 1500 წლებამდე პერიოდში იწყება ინდოევროპული მიგრაციები, რომლებიც მნიშვნელოვნად ცვლიან ევრაზიის დემოგრაფიულ სურათს. გიაკვაშილავას მიერ შემოთავაზებული მათემატიკური მოდელი პროტო-ქართველურ მოსახლეობას სწორედ ამ ფართო ისტორიულ ჩარჩოში ათავსებს. დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე ათასწლეულიდან გვიან მესამე ათასწლეულამდე. ეს იყო სწრაფი კულტურული და დემოგრაფიული ცვლილებების ეპოქა. ამ მხრივ ალბათ ყველაზე საინტერესოა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ერთ-ერთი უძველესი ავტოქტონური ხალხის პელაზგების ისტორია. ძველი ბერძენი ავტორები გვაწვდიან არაპირდაპირ მინიშნებებს მათ შესახებ. მაგალითად ჰეროდოტე, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნეში ცხოვრობდა, წერს, რომ პელაზგები არაბერძნულ ენაზე საუბრობდნენ მანამ სანამ ჰელენიზაციას განიცდიდნენ. დიოდორე სიცილიელი ძველი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში აღწერს წინარე ბერძნულ მოსახლეობას, მათ შორის კრეტაზე. ზოგიერთი თანამედროვე ინტერპრეტაცია ცდილობს ამ ჯგუფების დაკავშირებას პროტო-ქართველურ მოსახლეობასთან, თუმცა ეს შეხედულება არ არის მიღებული ძირითად სამეცნიერო წრეებში და რჩება სადაოდ. ამ მოდელისთვის მთავარი არის დაშვება, რომ ერთ ეტაპზე არსებობდა შედარებით ერთიანი მოსახლეობა, რომელიც ერთ ენაზე საუბრობდა. ამ მოსახლეობის აღსაწერად გამოყენებულია არაწრფივი დიფერენციალური განტოლების მოდელი, რომელიც მოიცავს სამ ძირითად ფაქტორს: ბუნებრივ დემოგრაფიულ ზრდას, გარემოს შეზღუდვებს, გარე ზეწოლას, ომებს, მიგრაციასა და ასიმილაციას. ეს მოდელი გადაიქცევა ლოჯისტიკური ზრდის მოდელად, რომელიც ფართოდ გამოიყენება ბიოლოგიაში. ის აღწერს ტიპურ სქემას: სწრაფი ზრდა ხელსაყრელ პირობებში, ზრდის შენელება, სტაბილიზაცია მაქსიმალურ დონეზე. ამ მოდელის მიხედვით ძველი წელთაღრიცხვის 5000 წელს კავკასიის, ანატოლიისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის მოსახლეობა შესაძლოა შეადგენდა დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს. მომდევნო ათასწლეულებში ეს მნიშვნელოვნად გაიზარდა. ძველი წელთაღრიცხვის 3000-2500 წლებში კი შესაძლოა მიაღწია დაახლოებით 3 მილიონს. ეს ემთხვევა პერიოდს, როცა აგრარული საზოგადოებები ევრაზიაში აღწევდნენ უფრო მაღალ დემოგრაფიულ დონეს. შემდეგ იწყება უფრო რთული ეტაპი. ძველი წელთაღრიცხვის 2005-1500 წლებში იწყება ფართომასშტაბიანი მიგრაციები. ხალხები, ეთნიკური ჯგუფები გადაადგილდებიან, ტერიტორიები იცვლება, კონფლიქტები ძლიერდება. კვაშილავას მიერ შემოთავაზებულ მოდელში ეს წარმოდგენილია როგორც დამატებითი ფაქტორი, რომელიც იწვევს არასტაბილურობას. მათემატიკურად სისტემა გადადის უფრო რთულ ფორმაში, რიკატის ტიპის განტოლებაში. გრძელვადიანი ზეწოლის პირობებში მოსახლეობა ვერ დარჩება ერთიანი. ის ან ეგუება სიახლეს, ან იშლება. ჩვენ შემთხვევაში მოხდა დაშლა. ერთი ნაწილი ხდება პროტოსვანური,
მეორე ნაწილი პროტოქართულ-ზანური, ხოლო სხვები იფანტებიან და ასიმილირდებიან. ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულის ბოლოსთვის ეს ერთობა ფაქტიურად არ არსებობს. ამ მიდგომის მთავარი ღირებულება არის მისი ინტერდისციპლინარული ხასიათი. იგი აერთიანებს ლინგვისტიკას, არქეოლოგიას, ისტორიულ წყაროებს და მათემატიკას. მოდელი არ ამტკიცებს საბოლოო სიმართლეს, მაგრამ ის გვაძლევს სტრუქტურას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია წარსულის გააზრება. ეს არ არის ლეგენდა, ეს არის სისტემა. მოსახლეობა, რომელიც იზრდება, აღწევს გარკვეულ ზღვარს და ბოლოს იშლება გარეშე ფაქტორების ზეწოლის გამო. და ეს მოდელი არ არის მხოლოდ წარსულის შესახებ, ეს არის ადამიანის ისტორიის ზოგადი ფორმა. და მაინც რა შეიძლება ითქვას გია კვაშილავას მიერ წარმოდგენილ ამ ძალიან საინტერესო ჰიპოთეზასთან დაკავშირებით. ამ ჰიპოთეზას ყავს ორი დიდი მტერი. ერთი მტერი ეს არის წყაროების სიმწირე, პრაქტიკულად არ არსებობა პირდაპირი წყაროების და გარდა ამისა მეორე მტერი, არანაკლებ დიდი მტერი, ეს გახლავთ ის, რომ მსოფლიო ისტორიოგრაფიაში ძალიან ძლიერი და აღიარებულია ბერძნული ხაზი, რომელიც არ დაუშვებს იმას, რომ მსოფლიო ისტორიოგრაფიამ აღიაროს კვაშილავას თეორია. ეგეოსური ხალხების და ზოგადად აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ხალხების პროტოქართველობის დამამტკიცებელი პირდაპირი საბუთები არ არსებობს, პირდაპირი წყაროები, უბრალოდ არის ზოგიერთი მინიშნებები, ბერძნულ მითოლოგიაში გაჟონილი ცალკეული დეტალები, მაგრამ ამის გარდა სხვა არაფერი. თუმცა თავად კვაშილავას მეთოდი არის და კვაშილავას მეცნიერული მიდგომა საკითხისადმი არის უაღრესად საინტერესო და ჩემი აზრით ჩვენ რო ვიყოთ ძლიერი ქვეყანა და ქართული ისტორიოგრაფიის ხმა რომ ძალიან ძლიერად ისმოდეს მსოფლიოში და ადვილი მოსაოდნელია რომ ეს თეორია გახდეს წამყვანი თეორია მსოფლიოში.